გაზაფხულის პირველი სამუშაოები ნერგის წმენდა და თუ როგორ უნდა გავაკეთოთ დღეს ამ საინტერესო ვლოგში ვისაუბრებთ, შეგახსენებთ ძვირფასო მაყურებელო და გამომწერებო, თქვენ კოლხი ფერმის YouTube არხზე იმყოფებით. კოლხი ფერმა ეს არის ორგანიზაცია და ეს არის ქართულ YouTube სივრცეში პირველი ქართულენოვანი კონტენტი, რომელიც სულად გაწვდით ინფორმაციას დეტალებში, თუ როგორ უნდა მოუვაროთ სხვადასხვა კენკროვან სახეობებს, როგორც არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მარწყვი, ლურჯი მოცვი, სასუფრე სახეობის ვაზი, მაყვალი და ასევე ჟოლო. დავიწყოთ მეგობრებო, აი იწმინდება ჩვენთან აქტიურად ნერგები, თან ხედავთ თუ როგორი უეცარი ცვლილებები არის ამინდის მიხედვით, პროგნოზისაც ხედავთ თუ როგორ არის მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 10 დღის წინ, აი აქ, ასე იგი სამეგრელოში, ქალაქ ფოთში და იდო უზარმაზარი თოვლი, ჩვენთვის უზარმაზარი თოვლი, რა თქმა უნდა, თორე ხა თისთვის ეს არაფერი განსაკუთრებული არ არის და მაშინაც მახსოვს, რომ აი ბევრი ძალიან იწერებოდა ჩვენ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, რომ დავიწყეთ ღია გრუნტში წმენდა, ასე შემდგომ და ვეუბნებოდი, რომ ეს არის შეცდომა, ჯერ ადრეა, არ გინდათ, იმიტომ რომ დაბალი ტემპერატურები კიდევ იქნება წინ. მოგეხსენებათ, რომ იანვარში ჩვენს რეგიონზე რო ვისაუბროთ, შავიზღვისპირეთი ვარ, თან საკმაოდ თბილი ამინდები იყო, მაღალი ტემპერატურა და ადრე იყო ყველაფერს ამის გაკეთება. ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი შესაბამისი პერიოდი, წინასწარ რაღაცები უნდა გაითვალოს, რა თქმა უნდა. ეხლაც დევს, აი მაგალითად გურიაში, სამეგრელოს თიანეთში, აფხაზეთში, ესე იგი აჭარაში თოვლი და დნება ჯერ კიდევ საუბარი არის თისკენ უფრო, ამიტომ ყველამ ჩვენს რეგიონს უნდა მოვარგოთ ეს პროცედურები. მოდით შევხედოთ ნერგს. ეს ეხება როგორც ერთმოსავლიან სახეობებს, ანუ მოკლედღის სახეობებს, ეს ეხება ასევე რა თქმა უნდა ნეიტრალ რემონტატულ სახეობებს. კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის სან-ანდრეასი მეგობრებო, ძალიან ცნობილი ჩვენთვის საქართველოში, აკლიმატიზირებული და ასევე არის ალბიონი, სხვაგან კიდევ სხვა ჯიშებია. ვიწყებთ როგორ გაწმენდას, შევხედოთ, თან ყვავილები გამოსროლილი აქვს და ხედავთ შავი ნაყოფები. ეს ყველა შავი ნაყოფი აუცილებლად უნდა მოშორდეს, ნახეთ. აი, ესე უნდა მოშორდეს აუცილებლად. ეხლა, კითხვა დაგებადება თუ დავტოვოთ თუ არა ყვავილები ან ნაყოფი, ღია გრუნტზე არის საუბარი. სათბურში თუ არის მეგობრებო, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ სათბური არის მიკროზონა, შესაბამისად არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს, მისი თქვა დაბალი ტემპერატურები, რომელიც შეიძლება მოსალოდნელი იყოს, ანუ შემოbrunებული ყინვები, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს სათბურისთვის, ხოლო ღია გრუნტისთვის შეიძლება პრობლემა გახდეს განსაკუთრებით იქ, სადაც დაბალი ტემპერატურები იცის. შესაბამისად, დავტოვოთ თუ არა, მიტყვით, ახლა პროგნოზ რომ გადავხედოთ, აი მაგალითად ჩვენთან გვაჩვენებს, რომ 4 შაბათამდე დღეს 23 გრადუსი იყო, მოსალოდნელი არის ესეთი ტემპერატურები. კიდევ უფრო დაიმოხტება, შეხედეთ, აი შავი აუცილებლად უნდა მოშორდეს, არაფერში არ უჭირდება და ესე კიდევ უფრო პროვოცირებას გაუკეთებს ნერგებს, ეს ტემპერატურა მაღალი, ნიადაგი გათბება და შესაბამისად კარგად აკლიმატიზირებული და ვეგეტაცია გავლილი ჯიშები და ნერგები კიდევ უფრო მეტ ყვავილებს ისვრიან. როგორ უნდა მოვიქცეთ? დავტოვოთ უნდა პირველ რიგში, მაგრამ როგორ ნერგზე უნდა დავტოვოთ? ნერგი, აი მაგალითად სპეციალურად დავტოვეთ, თუ აი ესეთი არის, შეხედეთ, საკმაოდ პატარა მწვანე ვეგეტატიური მასა აქვს. ამ დროს თქვენი, ესე იგი, ყვავილები და თქვენი ნაყოფები ვერავითარ შედეგს ვერ მოგიტანენ. ნახეთ, ამიტომ სჯობს, რომ პირველ ეტაპზე მოვაშოროთ ეს ნაყოფები, მოვაშოროთ ეს ყვავილები, აი ესე, დაუზარელად, შეუნანებლად. საუბარი მაქვს მეგობრებო, როგორც მოკლე დღის სახეობებზე, ასევე საუბარი მაქვს ნეიტრალ რემონტატულ სახეობებზე. ნეიტრალ რემონტატულ სახეობების შემთხვევაში ყვავილები კიდევ წამოვა, რა თქმა უნდა. ხოლო რაც შეეხება მოკლე დღის სახეობებს. მოკლე დღის სახეობები თუ ეხლა ისვრის ყვავილებს, მეგობრებო, და ან მანამდე აქვს კიდე ასე გამოტანილი ყვავილები, ეს არის ჩათვალეთ, რომ წინა წლის გამოძახილი. ანუ გვირგვინი დაიტენა, აი აქ გვირგვინი დაიტენა, საიდანაც ესე იგი მოდის ჩვენ ყვავილები და მან გამოისროლა როგორც კი სულ ოდნავი პროვოცირება მიიღო კარგი ამინდებისგან ჩვენმა ნერგმა იგივე მოკლედღის სახეობა. მოკლედღის სახეობა კიდევ ერთხელ განვმარტოთ ერთი განსხვავება ნეიტრალ რემონტატულ სახეობისგან. მოკლედღის სახეობა ერთმოსავლიანი სახეობაა საერთაშორისო ენაზე.
ჯუნბერი, ანუ ივნისის ნაყოფი და შესაბამისად ჩვენს კლიმატურ ზონაში, ჩვენს სინათლის ზონებში ის ნაყოფს გვაძლევს, ესე იგი მაისის დაწყებიდან, ესე იგი ივნისის ბოლომდე. სწორედ ამიტომ ეწოდება ჩვენს კლიმატურ ზონაში ამ ესე იგი ჯიშებს ივნისის ნაყოფი. ასეთ შემთხვევაში ვაშორებთ როგორც ასევე მოკლედღის სახეობებს და ველოდებით რომ ახალი წამოიღოთ. ხოლოდ აი ამ პერიოდზე არის საუბარი და ეს არის პერიოდი მეგობრებო მარტი, როდესაც ეს ტემპერატურა გამოვიდა. არავითარ შემთხვევაში თქვათ მარტის მეორე ნახევარი, არავითარ შემთხვევაში თქვათ აპრილი, მაგ დროს უკვე მოკლედღის სახეობებს არ ვაშორებთ და უკვე წესი და რიგი თქვენი ნეიტრალ რემონტატული სახეობებიც მწვანე მასაში, აი ეს მწვანე მასა კარგად მოძლიერებული უნდა გქონდეს, უკვე კვებაზე დაწყებული უნდა გქონდეთ და მათზეც უკვე არ უნდა მოაშოროთ ყვავილები და ნაყოფები, რომ თქვენ შესაბამის დროს შესაბამისი შედეგი მიიღოთ. ეხლა როგორ ვიქცევით ამ ენერგიის შემთხვევაში, აი თუნდაც აი ამას შევხედოთ. აბსოლუტურად ყველა ეს ნაყოფი ძირში, ესე ხელის დაჭერით კიდევთ, ხვევით ვაშორებთ, ვიღაცა სეკატორით თუ მუშაობთ, თუ უკეთესია თქვენთვის ხელი არ გქონთ მიშეული, ვაშორებთ. აი ამ ძველ დაზიანებულ ესე იგი ფოთლებს აუცილებლად ვაშორებთ, აი ამათ ვაშორებთ. გაშავებულ ნაყოფებსაც აუცილებლად ვაშორებთ, მეგობრებო. და კარგად, აი მაგალითად ჩვენი ენერგიები შარშან მაისში არის დარგული ფაქტურად ამისგან ჩვენ ჯერ არ აგვიღია მოსავალი. წარმოვიდგინეთ რა ვეგეტაცია აქვს გავლილი მათ, ნაკვები, ესე იგი შენახული არიან ესე რომ ვთქვათ და ემზადებიან წლევანდელი წლისთვის და როგორ ესე იგი მდგომარეობაში იმყოფებიან თქვენი ენერგიები იმის და მიხედვით ტოვებთ ესე იგი ნაყოფს. ერთი ნაყოფი რომ დატოვოთ მეგობრებო და რომ მიიღოთ კალიბრიანი ნაყოფი დაახლოებით 5 ჯანმრთელი ფოთოლღერო გჭირდებათ. 5-6 ჯანმრთელი ფოთოლღერო. აქედან კიდევ, ახლა შეხედეთ, ეს ცოტა ჩაბურული არის, ჩახუთული არის. ამიტომ ქვევიდან უნდა მოხდეს აუცილებლად გამოხშირვა. ახლა რატო გჭირდება ამის გამოხშირვა? იმიტომ რომ პირველ რიგში ის მამნებელი და ის დაავადებები არ გავრცელდეს ნერგში, ასევე სხვა ნერგზე, მეზობლებში. როდესაც ესე იგი ბევრ ფოთოლღეროს დავტოვებთ და სწრაფად მოხდება მისი ესე იგი ჩახუთვა. აი ესე, ამას ესე გამოხშირავთ და ვტოვებთ აბსოლუტურად ჯანმრთელ ესე იგი ფოთოლღეროს, ხოლო აი ამ ძველ და ასევე სუსტ ნაყოფებს, აი ამ სუსტ ნაყოფებს ვაცლით აუცილებლად, არც ერთი შავი რაიმე რაც შეიძლება რომ დარჩეს არ დატოვოთ, გამორიცხეთ მაქსიმალურად პრევენცია გაუკეთეთ. ხო, ვიღაცა იტყვის რომ როგორ გავაკეთო ეს თუ ჰექტარი მაქვს და ასე შემდეგ. კი ბატონო, ჰექტარი თუ გაქვთ, ჰექტარზე გათვლილი სამუშაოების უნდა გქონდეთ, ესე იგი თანამშრომლებიც გათვლილი უნდა გყავდეთ და ასე შემდეგ. აი, კიდევ ერთხელ ნახოთ თქვენთან ერთად, ავიღოთ ეს ენერგი ჯერ კიდევ გასაწმენდია, შეხედეთ ეს ზამთრიდან მოყოლებული, ესე იგი შემოდგომიდან მოყოლებული დამჭნარი და ესე იგი გამხმარი ფოთლები, მარტივად აი ამ ყველაფერს ხელს ვკიდებთ. ცალი ხელით რაც შემიძლია რომ განახოთ. აი ყველაფერს ვაშორებთ მეგობრებო. ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიწმინდოს. თხილად იყავით თვითონ ენერგი გვირგვინში არ ამოვაგდოთ. აი ესე უნდა გაიწმინდოს ეს ენერგი. ხო, მე დამირიკა სხვათა შორის, ერთ-ერთმა ჩვენმა გამომწერმა და მკითხა რომ თუ მაგალითად გაწმენდის დროს ჩემს ნეიტრალ რემონტატულ სახეობებზე არის საუბარი, ნერგს ყველა ფოთოლი დაზიანებული აქვსო, აი მაგალითად აი ამ ნერგს ყველა ფოთოლი რომ დაზიანებული ქონდეს, ასე შემთხვევაში რა ვქნა, ყველა მოვაშოროო? არამც და არამც. ნეიტრალ რემონტატული სახეობები, ჯიშები ვერ ძლებენ ფოთლის აპარატის გარეშე. ამიტომ ნეიტრალ რემონტატულ სახეობებს ფოთლის აპარატს ბოლომდე არაფრის დიდებით არ ვაშორებთ და ვინც გეტყვით რომ ეს მოსაშორებელი არის მთლიანად, აუცილებლად უთხარით რომ მან არ იცის თუ რაზე საუბრობს. აი აუცილებლად ესე მთლიანად უნდა მოშორდეს. ამ პროცედურის გაკეთება შესაძლებელი არის მხოლოდ მოკლე დღის სახეობებზე, როდესაც თქვენ ნაყოფი მიიღეთ ივნისში და დამთავრებული არის ესე იგი ნაყოფის მოცემა მთლიანად, იმიტომ რომ ეს ჯიშები მეტ ნაყოფს აღარ მოგცემენ, შესაბამისად მოემზადებიან რომ გამოიზამთნონ და მომავალი წლისთვის მოემზადოს. მაგ დროს ხდება კი ბატონო მთლიანად გადაკრეჭვა გვირგვინის დონემდე და შემდგომ ის წამოიღებს ახალ ფოთოლს და ვეგეტატიურ მასას. ხოლო ნეიტრალ რემონტატული სახეობები განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურაზე ვერ ძლებენ ესე იგი ვეგეტატიური ესე იგი მწვანე მასის გარეშე არავითარ შემთხვევაში ეს არ გააკეთოთ. აი ესე უნდა დარჩეს ეს ყველაფერი და შემდგომ იწყება რა თქმა უნდა
კვება. ამ მნიშვნელოვან პროცედურებზე მინდოდა რომ მესაუბრა ძვირფასო გამომწერებო და მეგობრებო, მე ვფიქრობ რომ ჩვენ თქვენგან, ჩვენი ძვირფასი გამომწერებისგან ვიმსახურებთ მოწონებას, ან კომენტარის დაწერას, ჩვენი არხი აუცილებლად გამოწერეს, იმიტომ რომ მეტი мотиваცია მოგვეცეს და მე ვფიქრობ რომ საერთოდ ერთმანეთის мотиваციისთვის ბევრი რამე უნდა გავაკეთოთ. თქვენგან ველოდებით რა თქმა უნდა ამ ესე იგი უკავშირს ესე ვთქვათ. გისურვებთ წარმატებებს, კარგ სეზონს და შევხვდებით მომავალი საინტერესო ვლოგებით. ნახვამდის.